ახლა ჩვენი სამედიცინო რუბრიკის დროა, როგორც ყოველთვის, ბევრი ვიფიქრეთ თუ რა თემას შევხებოდით დღეს და რატომღაც გონია რომ ჩვენს მაყურებელს აინტერესებს დინგეს ვირუსის შესახებ, რომლის ერთი ლოკალური შემთხვევა ჩვენს ქვეყანაშიც დაფიქსირდა, ანუ რა ვირუსია ეს, რა საფრთხეს წარმოადგენს, ინფექციონისტიც ჩავწერეთ და ამ თემაზე დღეს მოკლედ შევეცდებით რომ დეტალურად გესაუბროთ. მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები მაყურებელს. ბოლო დღეებია საზოგადოება აქტიურად საუბრობს დინგეს ვირუსზე. ეს ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, როგორც ოთარმა აღნიშნა, ერთი დადასტურებული შემთხვევაა ჩვენს ქვეყანაში. საზოგადოების მხრიდან გაჩნდა შეკითხვები, რამდენად საშიშია ეს ვირუსი და არის თუ არა შიდა გავრცელების საფრთხე. ინფექციონისტების ინფორმაციით ერთი დადასტურებული შემთხვევა არის შემოტანილი და საბედნიეროდ ოთარ შიდა გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია, ის ისეთ რეგიონში იმყოფებოდა, სადაც დინგეს ვირუსი აქტიურად ვრცელდება, შესაბამისად სავარაუდოდ ინფიცირება სწორედ იმ ქვეყნებში მოხდა და საქართველოში შესაძაც დაბრუნდა, დაიწყო სიმპტომები და როგორც ინფექციონისტი გვეუბნება, სწორედ აი ამ სიმპტომების ფონზე მოხდა ვირუსის დადასტურება. პაციენტის მდგომარეობა ბოლო ინფორმაციით არის დამაკმაყოფილებელი, ის რამდენიმე დღე კლინიკაში მკურნალობდა და გამოჯანმრთელების პროცესი დადების დინამიკაში მიმდინარეობს. ჩვენ ჩავწერეთ ინფექციონისტი, ვინც ეს ერთი კონკრეტული შემთხვევა დაადასტურა, ექიმი ჩვენთან საუბარში იხსენებს, რამ მიაღებინა ეს გადაწყვეტილება, რამ გაუჩინა ეჭვი. მოდი მოვისმინოთ, რის შედეგადაც დადასტურდა დინგეს ვირუსი. ამ შემთხვევაში ახალგაზრდა გოგონა, რომელიც საქმიანი მეურნეობით იმყოფებოდა ამ ქვეყნებში, რომლებიც საერთოდ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში ენდემიური კერებია და რამოდენიმე ქვეყანაში მოუწია ყოფნა, ამ დროს ერთ-ერთ ქვეყანაში უკბინა კოღო. კოღომ, რომელიც დაინფიცირებული იყო ალბათ და უკვე გამოიწვია დაავადება. თუმცა იქ ძალიან კარგად მოიარა ქვეყანა, დაბრუნდა და აქ დაბრუნებიდან 2 დღის შემდეგ ეწყება ძლიერი შემციუნება, მაღალი ცხელება 41 გრადუსამდე, თვალების წვა, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, ეს არის კლასიკური შემთხვევა. და ეს ამ გამოვლინებებით მოვიდა ჩემთან. რა თქმა უნდა, დიაგნოზი აქ ვერაფრით ვერ გამოარჩევდი, შეიძლება გვეფიქრა ნებისმიერ ვირუსულ ინფექციაზე და ასეც მოვიქეცეთ, ავიღეთ სხვადასხვა ვირუსებზე გამოკვლევა, მაგრამ მის თვალებს რო ჩავხედე და გამონაყარს თვალების ქვევით. წვრილი მაკულოზურ-პაპულოზური ქვია, წვრილი გამონაყარი წითელი ფერის კანზე უკვე ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო დინგეს ცხელება და ამ ანალიზით გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში, სადაც ჩვენ დიაგნოზი დადასტურდა. კარგია რომ ეს არის შემოტანილი შემთხვევა, ჩვენთან გავრცელების რისკი ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა ზაფხულის სეზონის მოახლოვებასთან ერთად, როდესაც მოგზაურობების რაოდენობაც იზრდება, დინგეს შესახებ ინფორმირებულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომაც დავიწყოთ განმარტებით. დინგე არის კოღოს ნაკბენით გადამდები ვირუსული ინფექციური დაავადება, რომელიც უმეტესად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში გვხვდება, როგორც ეს უკვე აღინიშნა. დაავადებას იწვევს დინგეს ვირუსი, ადამიანის ორგანიზმში კი ინფიცირებული კოღოს ნაკბენის შედეგად ხდება. სისხლში მოხვედრის შემდეგ ვირუსი იწყებს გამრავლებას და იწვევს ორგანიზმის იმუნურ პასუხს, რის შედეგადაც ვითარდება დაავადების მთელი რიგი სიმპტომები. პაციენტს შეიძლება დაეწყოს მაღალი სიცხე, თავის, კუნთების, სახსრების ძლიერი ტკივილი, საერთო სისუსტე, გულისრევა, ღებინება და კანზე გამონაყარი. გამონაყარს როგორც წესი, განსაკუთრებული მახასიათებელი არ აქვს, ის უმეტესად წვრილი, წითელი ლაქების სახით ვლინდება და სხეულის სხვადასხვა უბანზე შეიძლება გავრცელდეს. სამედიცინო თვალსაზრისით დინგე განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს დაავადების მძიმე ფორმაც. ასეთ დროს სისხლძარღვების კედლები უფრო გამტარიხდება, სისხლის თხევადი ნაწილი ქსოვილებში გადადის, მცირდება არტერიული წნევა და შესაძლოა განვითარდეს შოკური მდგომარეობაც. ასევე შესაძლებელია სისხლდენა, თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, ღვიძლის დაზიანება და სხვა სერიოზული გართულებები. მძიმე დინგე სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას. ბოლო წლებში
დენგეს ადგილობრივი შემთხვევები და მცირე აფეთქებები ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც დაფიქსირდა, განსაკუთრებით ეს იყო საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. ეს დაკავშირებულია დაავადების გადამტანი კოღოების გავრცელების არეალის გაფართოვებასთან, რასაც კლიმატის ცვლილებაც უწყობს ხელს. კი ბატონო, მოკლედ დენგეს ვირუსი გადააქვს კონკრეტულ სახეობის კოღოს, როგორც ჩვენმა ინფექციონისტმა თქვა, ოთარ, ამ სახეობის არსებობა ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე არ ფიქსირდება, შესაბამისად, გავრცელების საფრთხეც არ არის, თუმცა, როდესაც მივდივართ სამოგზაურო და უკან ბრუნდებით ისეთ ტროპიკულ ქვეყნებში, სადაც შეიძლება დაგვხვდეს ეს ვირუსი და გვეწყება, როგორც ოთარმა აღნიშნა, მაღალი ტემპერატურა, სახსრების გაუსაძლისი ტკივილი, ბუნებრივია ეს არის აუცილებელი მიზეზები, რომ მივმართოთ ექიმს. შეიძლება გვეგონოს, რომ იშვიათი ვირუსია, თუმცა სხვათა შორის ჩვენს ქვეყანაში 2017 წლიდან არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, ყველა შემთხვევა არის შემოტანილი და რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ინფორმაციით, მაგალითად, დენგე ყოველწლიურად 100-დან 400 მილიონამდე ფიქსირდება. აქედან ნახევარი ოთარ ბუნებრივი არის უსიმპტომო გართულებების გარეშე, თუმცა დაახლოებით 100 მილიონ ადამიანს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და მდგომარეობის მართვა. მდგომარეობის მართვაზე შემდეგ მოგვიანებით მოვისმენთ, მაგრამ კონკრეტული მკურნალობის გზა ამ ეტაპზე არ არსებობს, მკურნალობა მიმდინარეობს სიმპტომებით. ასევე საინტერესო ფაქტია, რომ დენგეს ვირუსს 4 განსხვავებული სეროტიპი აქვს. თუ ადამიანი ერთხელ გადაიტანს დენგეს, მას იმ სეროტიპის მიმართ უყალიბდება იმუნიტეტი, რომელმაც დაავადება გამოიწვია, თუმცა სხვა სეროტიპით ხელახალი ინფიცირება მაინც შესაძლებელია. ზოგ შემთხვევაში განმეორებითი ინფექცია უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, რაც დენგეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამედიცინო თავისებურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. დიაგნოზი დგინდება სისხლის სპეციალური ანალიზის საფუძველზე, რომელიც ავლენს როგორც თავად ვირუსს, ისე მის საწინააღმდეგოდ გამომუშავებულ ანტისხეულებსაც. დენგეს სამკურნალოდ ამჟამად სპეციფიკური ანტივირუსული პრეპარატი არ არსებობს, როგორც უკვე აღნიშნეთ, ამიტომ მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია. ის მოიცავს სითხეების საკმარისი რაოდენობით მიღებას, სიცხისა და ტკივილის კონტროლს, ასევე პაციენტის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს. ჩვეულებრივ რეკომენდებულია პარაცეტამოლის გამოყენება, ხოლო ასპირინი და იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატები სიფრთხილით ან საერთოდ არ არის რეკომენდებული, როგორც ექიმები გვეუბნებიან, რადგან მათ შეუძლიათ სისხლდენის რისკის გაზრდა. უფრო კონკრეტულად, როგორია დენგეს ინკუბაციის პერიოდი და რა სიმპტომებით ვლინდება დაავადება, ამ საკითხებზე სპეციალისტის განმარტებას მოვისმენთ. ადამიანიდან ადამიანზე დაავადება არ ვრცელდება. იმისთვის, რომ დაავადება განვითარდეს, უნდა აუცილებლად ამ დაავადებულს უკბინოს კოღო, რომელიც მიიღებს იმ ვირუსს თავის ორგანიზმში კოღოსთან. და შემდეგ უკვე ეს კოღო კბენიდან 5-7 დღეში იწყება. ეს არის ინკუბაციური პერიოდი. ამის შემდეგ ძალიან მწვავედ, მაღალი შემცირნებით, ცხელება არის 40-51 გრადუსამდე, აქვს საშინელი სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ძვლებისაც კი. თავის ტკივილი განსაკუთრებით თვალების უკანა ნაწილი არის არჩევითად და მოგვიანებით უკვე ცხელების 2-3 დღის შემდეგ ეწყება გამონაყარი სპეციფიური მკურნალობა ამ ვირუსზე არ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. ჩვენთან საქართველოში ჯერჯერობით ამის საშიშროება, რომ ადამიანიდან გადაედოს მეორე ადამიანს ან კოღო იყოს დაინფიცირებული და გავრცელების საშიშროება ჯერჯერობით არ არის. თუმცა შემოტანილი ერთეული შემთხვევები არის და არავინ არა ვარ დაცული არასოდეს თუ კოღომ გვიკმინა, ამ ჯგუფის კოღომ გვიკმინა, რომ დაინფიცირებულმა, რომ ეს დაავადება დაგვემართოს. მაგრამ თუ აღნიშნული სიმპტომები, როგორც მოგახსენეთ, უცხო ქვეყნებში განსაკუთრებით ენდემიური კერები სადაც არის, იქიდან ჩამოსულ პაციენტს თუ ეწყება შემცინება, ცხელება, გამონაყარი, ინტოქსიკაციის მოვლენებია, გულისრევა, ღებინება, თავის ძლიერი ტკივილი, სახსრების ისეთი ძლიერი ტკივილია, რომ სახსრების ტკივილის ცხელებასაც კი უწოდებენ, აი სახელით იმდენად გამწარებულები არიან პაციენტები და ისეთი ძლიერი ტკივილი
აქვს, მაშინ რა თქმა უნდა აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოს. დროული ჰოსპიტალიზაცია არის ყველაფრის პრევენცია ნამდვილად, რომ დავიცვათ. მართალია არ არის სპეციფიური მკურნალობა, მაგრამ ყველა სიმპტომს რაც გამოვლინდება, იქნება სისჯაქსება, წნევის ვარდნა, თუ რა, ყველაფერს შეიძლება რომ გავუმკლავდეთ, თუ დიაგნოზი იქნება დროულად დასმული. მოკლედ, პირველივე სიმპტომებზე აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. უგულებელყოფა არ შეიძლება არანაირი სიმპტომის, თუმცა მე აქვე გეტყვით, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ აქვს, შიშის არანაირი საფუძველი არ აქვს, სულ ერთადერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და კიდე სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად სვავენ ხოლმე ასეთ შეკითხვას, აი დაუშვათ ადამიანი იყო რომელიმე ტროპიკულ ქვეყანაში, მაგალითად, ხო, პირობითად იმოგზაურა და შემდეგ დაბრუნდა და გაუჩნდა ეს დაუდასტურდა ეს ვირუსი. და შემდეგ ჩვენმა აქაურმა ქართველმა ყოღომ უკბინა და ეს ყოღო წავიდა მერე და სხვა ადამიანს უკბინაო. ხშირად მეკითხებიან მეც. ხო შეიძლება რომ აი ამ გზით დაუშვათ დაინფიცირდეს სხვა ადამიანი. არა, ძვირფასო მეგობრებო, ეს მითია. ქართველი აქაური ჩვენი ყოღოებით დენგეს ვირუსი არ ვრცელდება. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ასეა, ეს კონკრეტულად ყოღოს იმ სახეობამ უნდა უკბინოს ადამიანს, რომელიც ბინადრობს აი იმ ტროპიკულ, ასე ვთქვათ, არეალში. ისე რაღაც დაგიმალო და მეც ესე მგონია, მეგონა რომ ყოღოა და გადაიტანს რაღაც დაავადებას. სხვადასხვა, აი მაგალითად საქართველოში ხო იყო ყოღო ანოფილესი, რომელიც მალარიას ავწერებდა, აი ფოთის რეგიონში იყო განსაკუთრებით, ხო, ეს მალარია ეპიდემიები და ამას ავრცელებდა ყოღო ანოფილესი, ეს კონკრეტული ჯიში იყო ყოღოსი, თორე მაგალითად თბილისელი ყოღო მაგას ვერ შვებოდა. თავი მანას არაფერი გეტყინოს, სანამ ბრაზილიური ყოღო ჩვენ დაკვენს და მე ის ვიღაცას დაკვენს კიდე. ხო და არ არის ხო პანიკის საფუძველი, მაგას ვამბობთ, მაგას ვამტკიცებთ ამდენი ხანია. თუ გეგმავთ მოგზაურობას წინ ზაფხული ასეთ ქვეყნებში, ინფექციონისტები გვიზიარებენ რჩევას, რომ მათთან გავიაროთ რეკომენდაცია, როგორ შეიძლება თავის დაცვა, ბუნებრივი არსებობს სპრეები, რომ დაგვიცვას და არ გვიკბინოს ყოღომ, ასე რომ თუ აპირებთ ამ გზით წახვიდეთ ამ ზაფხულს, აუცილებელია რომ გაიაროთ რეკომენდაციები. ჩვენი რეკომენდაციები გავიგეთ, მაგრამ ეს მითია თუ რეალობაა, უბრალოდ ეს გითხარი, ძმარი წაისვი ყოღო არ მოგეკარებაო. არა, მითია, მითია ხო ეგ? მითია. კი ბატონო, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. სხვადასხვას გააჩნია. ბათუმელი ყოღო შეიძლება არ მოგეკაროს და ხა თბილისელი არ ვიცი. ანუ ხალხური მედიცინა ცოტა ეს ყოღოები რეგიონების მიხედვით არის ხო და მეგრული ყოღო, აჭარელი ყოღო. ფოთელი ყოღო და ასე. ისეთი პრეპარატები გვაქვს დღეს კი, ძმარი სახა ნუ იმაშვებით, რა ქვია. სადღარი, კაი ძმარი ეგეს ხაისაშობელია. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, მშვენიერი რეკომენდაციები მოვისმენთ.